ღმერთი სამშობლო ადამიანი. ამ სახელწოდების ღონისძიება თბილისის 72 საჯარო სკოლაში გაიმართა. საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხედა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავი აღინიშნება. ღონისძიება ამ თარიღის აღსანიშნავად ჩატარდა. შემოქმედებით საღამოში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 72 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებმა და ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებმა. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროისთვის პროექტში 4400-მდე მოსწავლეა ჩართული. პროექტის ფარგლებში სკოლებში დაფუძნებულია ღირებულებითი განათლების კლუბები. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს. შესრულდა საგალობლები. მე აქ წარმოვადგენ ღირებულებით განათლების კლუბს, რომელიც შეიქმნა საპატრიარქოს, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების სამინისტროს რესურს ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით და ძალისხმევით. მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღვნიშნეთ 1700 წლის თავი, საქართველოს ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია და გაცილებით ადრე დაარსდა ჩვენთან მართლმადიდებლობა და გავრცელდა, თუმცა ეს გარკვეული მიზეზების გამო ისევ ძალას იკრებდა წარმართობა და გახდა საჭირო ღვთისმშობლის ძალისხმევით, რომ წმინდა ნინოს მეუხებით საქართველოში ხელახლა გავრცელდა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და აი სწორად ეს აღინიშნა დღეს. დღეს უფროს კლასელებთან ერთად ჩვენი კლუბის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში და ძალიან კარგად გაართვეს ბავშვებმა თავი, არ არის ადვილი, რომ აი საქართველოს ეკლესიის ისტორია მოკლე პერიოდში წარმოაჩინო და არ გამოგჩეს ეს მრავალი ღირსშესანიშნავი მოვლენა თუ ის წმინდანები, რომელთაც დიდი როლი მიუძღვით საქართველოს ეკლესიის წარმატებაში და აღორძინებაში და აი დღეს ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად გაარქვეს თავი და იყო წარმოჩენილი სრულიად სისავსით ჩვენი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო თვითონ სკოლის დამოკიდებულება, დირექცია, მასწავლებლები, პედაგოგები, აი ეს ერთსულოვნება, რომელიც სუფევს ამ სკოლაში, სწორედ არის აი მისი საფუძველი, რომ ეს წარმოდგენა დღევანდელი იყო აი ასეთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი. მადლობა მინდა გადაუხადო სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, პედაგოგებს და იმ ახალგაზრდებს, რომელთაც აი ესე პროფესიონალურად მაღალ დონეზე წარმოადგენს დღევანდელი ღონისძიება. ამ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ზოგადად სკოლის მოსწავლეები, ასევე ღირებულებითი განათლების კლუბის მოსწავლეები. ანუ აი თქვენ რასაც ხედავთ, გაფორმებები, ნახატები, ესეები, გამოფენები მოწყობილი აი ამ ბავშვების ღირებულებითი განათლების კლუბის და ეს ღონისძიება აი ამ თემატიკაზე ასე ვთქვათ აგებული რა, ზოგადად ქრისტიანობას რა მნიშვნელობა ქონდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, გადარჩენისთვის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა უწმინდესის ხსოვნას ვუძღვნით. ზოგადად ღირებულებით განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მინდა გითხრათ, რომ ერთი ჯგუფი შეიქმნა პირველად და შემდეგ იმდენად დიდი იყო სურვილი მოსწავლეების, რომ მეორე ჯგუფი წელსვე, ასე ვთქვათ, დაემატა. ღირებულებითი განათლების კლუბი ჩვენ სკოლაში ფაქტიურად რამოდენიმე თვეა, რაც
დაიწყო შეხვედრები. გვყავს არაჩვეულებრივი სასულიერო პირი, მამა ირაკლი. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი. წელს 2 ჯგუფი გვყავს და სექტემბრიდან იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ჯგუფების გაიხსნება. დღეს ღონისძიება ჩატარდა საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის თავთან დაკავშირებით და მე წარვადგინე ზვიადგამსახურდიას ლექსი ქრისტეშობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა ირაკლის, რომელიც ბავშვებს გვეხმარება სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში და უფრო ჩვენ თავის უკეთ გაცნობაში. დღევანდელი ღონისძიების რელიგიური ლიტერატურული კომპოზიციის სახელწოდება იყო ღმერთი სამშობლო ადამიანი და რა თქმა უნდა სახელიდან გამომდინარეც უდიდესი ნაწილი ეძღვნებოდა ჩვენი პატრიარქის ილიამ მეორის ხსოვნას, მის მოღვაწეობას და გავიხსენეთ მისი ღვაწლი ერის და ეკლესიის მიმართ, მისი ბიოგრაფია, მისი ახალგაზრდობა, სხვადასხვა ადამიანები როგორ აფასებდნენ მის ღვაწლს და დღევანდელი დღე შედგა, დღევანდელი დღე გვემახსოვრება ყველა მონაწილეს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა. ნამუშევრები ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მიუძღვნეს. ღმერთი სამშობლო ადამიანი. ამ თემაზე შექმნილი ესეები ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებმა წარმოადგინეს. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თბილისის რიგით 24 საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა. კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია კრწანისის რაიონში მდებარე სამასი არაგველის სახელობის ბაღში გაიმართა. ღონისძიება მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის მეთაურმა გიორგი რაზმაძემ გახსნა. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა ზღვის უბანში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა. სასულიერო პირმა ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის ლოცვა კურთხევა გადასცა. დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა რეკრუტებს საბაზისო კურსის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი, სხვა სასულიერო პირები, ლეგიონის წევრები, რეკრუტები, მათი ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სამხედრო სალაშქრო მომზადების საბაზისო კურსი წელიწადში 2-ჯერ ტარდება. სწავლება კი უფასოა. წლებია უკვე რაც მაზნიაშვილის ლეგიონი და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თანამშრომლობს და დღეს ხდება კურსდამთავრებულების დალოცვა, შემაჯამებელი ღონისძიება და მეტად მნიშვნელოვანია თვითონ ესეთი ფაქტი, რადგანაც ეს ეხმარება ადამიანებში პატრიოტული სულის გაღვივებას, განსაკუთრებით კი მომავალ თაობაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია. ასევე ხელს უწყობს ჩანსაღი ცხოვრების წესს, ერთმანეთის ზრუნვას, ამის შესწავლას, თანადგომას, ემპათიას და ესეთი ღირებულებების განვითარება ჩვენს ახალგაზრდებში ეს არის საფუძველი და იმედი და რწმენა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი მომავალში, მტკიცე და მთლიანი. დღეს დასრულდა თბილისის სასწავლო რაზმის 24 კურსის საბაზისო მომზადება. 100 მეტი ლეგიონერი შემოემატა ორგანიზაციას. ისინი შეისწავლიდნენ როგორც სამხედრო თემებს, ტაქტიკას, გადაადგილებას, ასევე პატრიოტული თემები, იდეოლოგიური მომზადება და ეს ყველაფერი ტარდება თავდაცვის სამინისტროსთან ერთად და საპატრიარქოს ხარდაჭერით. დღეს დავასრულეთ 6-კვირიანი კურსი გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ნახევრად სამხედრო ორგანიზაცია, სადაც მიმდინარეობს 6-კვირიანი ინტენსიური კურსი, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული, ყოველ კვირას ქონდა გასვლა. ძალიან საინტერესო კურსია და შეიძლება ითქვას საუკეთესო. ერთი თვის წინ დავიწყე გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონში კურსის გავლა. კურსი იყო ერთთვიანი, საკმაოდ სპეციფიური კურსი იყო. პირველ რიგში ამ ყველაფერში დაგვეხმარდნენ ჩვენი მეთაურები, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები არიან და თავის საქმის პროფესიონალები არიან. მათი გვერდში დგომა, მათი мотиваცია ყოველთვის გვაძლიერებდა.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-17 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის თავს მიეძღვნა. 4დღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოქსფორდის, ინსბრუკის, ედინბურგის, პიზას უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები. ვარძიის კონფერენციის მნიშვნელობა განისაზღვრება უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების, შედეგებისა და მეთოდოლოგიის გაზიარებით. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ქართველ სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილება და სხვა ქვეყნების კვლევების გაცნობის შესაძლებლობა. მე არ მეგოვლება სხვა ესეთი კონფერენცია მსოფლიო დონეზე, რომელსაც ასეთი ხანგრძლივი ისტორია. ამ ახალგაზრდა სპეციალისტებზე არის გაკეთებული აქცენტი და ჩვენ ძალიან გვინდა რომ ისინი მოგვივლინონ მეცნიერების დიპლომატიის წარმომადგენლებად, როგორც ჩვენს მათ განვიხილოთ როგორც ჩვენს ელჩებს საზღვარგარეთ და მეგობრებს და რომლებიც რა თქმა უნდა გაუწევენ პოპულარიზაცია საქართველოს უძველეს ისტორიას და არქეოლოგიას. ეს კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის თავს. ამ კონფერენციის მიზანი გახლავთ ახალგაზრდა ქართველი არქეოლოგების ხელშეწყობა იმისათვის, რომ მოხდეს მათი სწრაფი ინტეგრაცია ევროპის სამეცნიერო სივრცეში. ამ კონფერენციების მიზანი არის ახალგაზრდა არქეოლოგების ჩართულობა გამოიწვიოს სამეცნიერო სფეროში, ასევე კავშირი დამყარდეს უცხოეთში არსებულ ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის. ჩემი დღევანდელი პრეზენტაცია სწორედ ივანე ჯავახიშვილს ეხებოდა, სადაც საზოგადოებას გავაცანი მისი ცხოვრება და მისი ღვაწლი როგორც სამეცნიერო სფეროში, ასევე განსაკუთრებით არქეოლოგიაში. I'm so glad მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს მონაწილეობა მივიღო ვარძიის კონფერენციაში. მისი დიდი ნაწილი იძლევა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქართველი სტუდენტებისთვის, გაეცნონ სწავლის, კვლევის საერთაშორისო მეთოდებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ უახლეს შედეგებს სამეცნიერო კუთხით.